გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. კვარაცხელიას მორიგი მიღწევა. შეხვედრა ბაიერნთან და PSG-ს ღირსეული ნაბიჯი. ბრძოლა მიქაუტაძისთვის. ქართველმა ფეხბურთელმა მედია დაიპყრო. თქვენთან კი მაქვს ტრადიციული თხოვნა. დამიფასე შრომა და ავიდეთ 2000 მოწონებაზე. ასევე შემოვერთდით ჩვენ საფეხბურთო ოჯახს და არ დაიზარო არხის გამოწერა. მე კი ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ. მეკარეთ ახალი მწვრთნელი ლივერპულში. ვისთან მოუწევს მამარდაშვილის მუშაობა. მამარდაშვილი გუშინ თავის პირად აგენტთან ლევან სეთურიძესთან ერთად ლივერპულში გაფრინდა. ჯეოთიმის ინფორმაციით, ქართველი მეკარე ლივერპულში მერსესაიდური კლუბის მიერ გამოგზავნილი პირადი ჯეტით გაემგზავრა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სულ მალე მამარდაშვილი ლივერპულს შეუერთდება და მისი მაისურით ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. 24 წლის ქართველს კი ენფილდზე მთავარ კონკურენტად ბრაზილიის ეროვნული ნაკრების გამოცდილი მეკარე ალისონ ბეკერი დახვდება, რომელთანაც პირველი მეკარის სტატუსისთვის სერიოზული ბრძოლა მოუწევს. თუმცა რა თქმა უნდა, მამარდაშვილი ამ გამოწვევისთვის მზად არის. იქამდე კი ლივერპულის სამწვრთნელო შტაბში სერიოზული ცვლილებები მოხდა. კერძოდ თანამდებობები დატოვეს გუნდის მეკარეთა მწვრთნელებმა ფაბიან ოტემ და კლაუდიო ტაფარელმა. ამიერიდან არნე სლოტს ინგლისის ჩემპიონების მომზადებაში ჯოვანი ვან ბრონხორსტი და ხავი ვალერო დაეხმარებიან. რაბედიელის დავითაშვილს სენტ-ეტიენის თავკაცმა ზურიკოზე ისაუბრა. სენტ-ეტიენის თავკაცმა ერიკ ჰორნელანდმა ფრანგულ მედიასთან გუნდის ლიდერების ზურიკო დავითაშვილისა და ლუკას სტასინის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა. სტასინისა და დავითაშვილის მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული. ამ ფეხბურთელებს კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებთ. მიხარია რომ ჩვენს ყველა მოთამაშეს დიდი ამბიცია აქვს. ეს ამბიციები კი ლიგა 2-ს ხდება, დივიზიონს, რომელშიც ახალ სეზონში ვითამაშებთ. ყველა მათგანი იმ გუნდის ნაწილი იყო, რომელიც მთავარი ლიგიდან გავარდა, მაგრამ ახლა ისინი ერთად იბრძოლებენ ლიგა 1-ში დასაბრუნებლად. როგორც ვთქვი, მათი დარჩენა არ დარჩენი საკითხი ჩვენს ხელშია. კარგ ფინანსურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ამიტომ მათი გაყიდვის ვალდებულება არ გვაქვს. მაგრამ თუ ისინი გაყიდვას მაინც მოინდომებენ, მაშინ ეს ჩვენი პირობებით მოხდება. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მთლიანად სენტ-ეტიენის წარმატებაზე იქნებიან ორიენტირებულნი და თუ რაიმე უნდა მოხდეს, დაემოხდეს, განაცხადა გუნდის თავკაცმა. ეს შესაძლოა ჩაკვეტაძეც იყოს, ვალენსიას მწვრთნელის და დირექტორის ჩანაფიქრი. ესპანურ მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვალენსია ჩაკვეტაძის ტრანსფერით ინტერესდება უსაფუძვლო სულაც არ ჩანს. კერძოდ ჩაკვეტაძის ვალენსიაში შესაძლო ტრანსფერზე სტატია გამოაქვეყნა Goal Digital-მა, საიდანაც ვიგებთ, რომ ვალენსიას მწვრთნელი და სპორტული დირექტორი გამომშვიდობებას ანდრე ალმეიდასთან აპირებენ. მის ნაცვლად კი გუნდის ნახევარდაცვაში სწორედ 25 წლის ქართველს განიხილავენ. ეს გამოცემა კი ჩვენ შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. ვალენსიაში იციან, რომ წინ დატვირთული სატრანსფერო ფანჯარა ელით. ამ ეტაპზე კლუბში უნდა გადაწყვიტონ ანდრე ალმეიდას საკითხი. როგორც ჩანს, ის კლუბის გეგმებში აღარ შედის. ამიტომ ვალენსია მის გაშვებაზე მუშაობს. მისი შემცვლელი კი შესაძლოა რომ ჩაკვეტაძე იყოს. ამჟამად მესტალიაზე სწორედ ამ ფეხბურთელით ინტერესდებიან. საქართველოს ნაკრების 25 წლის მოთამაშემ კვარაცხელიასა და მამარდაშვილის მსგავსად უკვე შეძლო შტაბეჭდილების მოხდენა. ის ინგლისის მეორე დივიზიონის ვოტფორდში გამოდის და კარიერაში გარღვევისთვის მზადაა. ვალენსიას კი ამ ზაფხულს ანდრე ალმეიდას გაყიდვა და ქართველის გაფორმება სურს. სწორედ ასეთია მიგელ ანხელ კორონას ჩანაფიქრი ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში. ჩაკვეტაძე ვალენსიას გეგმებშია, მაგრამ რა გამოვა აქედან ამას დრო გვიჩვენებს. ნახოთ რა მოხდება. ამ ეტაპზე ანდრე ალმეიდას წასვლა გარდაუვალი ჩანს. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, ის კლუბის სპორტული ხელმძღვანელობის მხედველობის არეში რჩება როგორც ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია რომ ნახევარდაცვას ახალი სიცოცხლე შთაბეროს. წერს საიტი. მიქაუტაძის მომავალთან დაკავშირებით პრესა აჭრელებულია და ქართველ ფეხბურთელზე სულ უფრო და უფრო ხშირად იწერება. მისით მრავალი კლუბია დაინტერესებული, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მას ლიონიდან წასვლა მოუწევს, გიორგის ძალიან ბევრი ვარიანტი აქვს. ამ ეტაპზე კი შეიძლება ითქვას, რომ გამოკვეთილი ფავორიტი რომა. კერძოდ La Gazzetta dello Sportის გამოცემაში ვკითხულობთ, რომ რომა გიორგი მიქაუტაძით სერიოზულად ინტერესდება. როგორც იწერება ტრანსფერზე პირადად გუნდის თავკაცი გასპერინი მუშაობს, რომელსაც ქართველი ფორვარდი ძალიან მოსწონს და მისი გუნდში ხილვა სურს. როგორც იწერება, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი შუამავლების საშუალებით შედგა. თუმცა ამ მომენტისთვის რომა მიქაუტაძის თაობაზე ლიონს ჯერჯერობით არ დაკავშირებია. როგორც მოგეხსენებათ, ფრანგულ კლუბს სასამართლო დავა აქვს. შესაბამისად, კლუბში ახლა პოტენციურ ტრანსფერზე ნაკლებად ფიქრობენ. მაგრამ დავძენი იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ საქმეში ჩაერთო ატლეტიკო მადრიდიც. კერძოდ გამოცემა ფუტბუმი მადრიდის ატლეტიკოს სატრანსფერო გეგმებზე წერს. გამოცემის ინფორმაციით, დიეგო სიმეონეს გუნდის მთავარი სამიზნე ვიქტორ
ვიქტორ გიოკერეშია. თუმცა დიდი კონკურენციის გამო შვედი ფორვარდის დამატება ძალიან რთული ამოცანა იქნება. ამის ფონზე კი კლუბის რადარებზე გიორგი მიქაუტაძის სახელი გამოჩნდა. ამასთან დაკავშირებით კი ეს გამოცემა ჩვენ შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. 24 წლის ქართველ ფორვარდს ატლეტიკო შარშანად საკვირდებოდა, ხოლო ახლა როდესაც ლიონი ლიგა 2-ში დააქვეითეს, მიქაუტაძის გაყიდვა უფრო რეალური სცენარი გახდა. ეს არა მხოლოდ პრაქტიკული გადაწყვეტილება. მიქაუტაძეს შთამბეჭდავი პოტენციალი აქვს. ის კი საშუალოდ 1 გოლის გატანას 84 წუთს ანდომებს, წერია გამოცემაში. ხოლო თუ სად გააგრძელებს ქართველი ფეხბურთელი კარიერას, ეს შერჯერობით უცნობია. მაგრამ როგორც ვხედავთ, გიორგის თავისი შრომა დაუფასდა და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფორვარდია. როგორც მოგეხსენებათ, PSG-მ ინტერ მაიამი 4-0 დაამარცხა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მათი მეტოქე მიუნხენის ბაიერნი იქნება. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ბაიერნის ლიდერმა ჰარი კეინმა ისაუბრა. აქ იმიტომ ვართ, რომ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგოთ. პარისთან მატჩი განსხვავებული იქნება, მაგრამ მათი დამარცხება შეგვიძლია. გრძნობთ, როდესაც საუკეთესო ფორმაში ვართ და ახლა ასეა. ამ დროს ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. ჩვენ კი ამ შეხვედრასაც სწორედ ასეთი განწყობით მიუდგებით, განაცხადა ჰარი კეინმა. მე კი შეგახსენებთ, რომ ბაიერნისა და PSG-ს შეხვედრა 5 ივლისს გაიმართება. ამიტომ ვინც ამ შეხვედრის ანგარიშს გამოიცნობს, ის ტრადიციულად შემდეგ ვიდეოში მოხვდება. კვარაცხელია კი განაგრძობს რეკორდების დამყარებას. ცოტა ხნის წინ კი საფეხბურთო გამოცემა გიუმი სპორტმა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორების 15-ეული გამოაქვეყნა. მათ კი ესია მოტყუებული მეტოქეების სტატისტიკაზე დაყრდნობით შეადგინეს. ხოლო სასიხარულოა, რომ პირველ ადგილს კვარაცხელია იკავებს. ხოლო როგორც ქუჩაზე ამბობენ, ის სხვა სისტემაში ჩამჯდარ ვინგერებთან შედარებით ძველი ყაიდის ვინგერია. ამას კი მოწმობს ლივერპულის ნახევარმცველის მაკალისტერის სიტყვებიც, რომელმაც ქართველი ფეხბურთელის შესახებ საკმაოდ პოზიტიურად ისაუბრა. არ შევსდებით უბიტყვი, რომ პარი სენ-ჟერმენი ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ამ კლუბის ფეხბურთელები მოედანზე დაფრინავენ, ბურთთან კარგად მუშაობენ და თითოეული მათგანი გამუდმებით დარბის. მათი ყველა მოთამაშე მაგარია, მაგრამ 7 ნომერი, რომელიც ნაპოლიდან დაიმატეს, ნამდვილი ვარსკვლავია, განაცხადა ალისტერმა. ახლა კი გადავიდეთ პარიზულ კლუბში განვითარებულ მოვლენებზე. როგორც მოგეხსენებათ, ლიონი მძიმე სიტუაციაშია. მიქაუტაძის გუნდი ფინანსური დავალიანების გამო, რომელიც 175 მილიონ ევროს შეადგენს, ლიგა 2-ში დაქვეითდა. პარიზულმა კლუბმა კი ღირსეული ნაბიჯი გადადგა და ლიონს ფინანსურად ძალიან დაეხმარა. კერძოდ ბრედლი ბარკოლა, რომელიც PSG-მ ლიონიდან 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა, მათ ეს თანხა ეტაპობრივად 4 ნაწილად უნდა გადაიხადათ. მაგრამ მსგავსი სიტუაციის ფონზე პარი სენ-ჟერმენმა გადაწყვიტა, რომ აღნიშნული თანხა ერთიანად დაიფარა და ლიონის ფინანსურ მოძლიერებაში თავისი წვლილი შეიტანა. როდის გაოფიციალურდება ნიკო ვილიამსის ტრანსფერი? ახალი დეტალები კატალონიიდან. დაბრუნდება თუ არა ლეო მესი იანვარში ბარსელონაში? რა ინფორმაცია გავრცელდა მედიაში? ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. გავრცელებული ინფორმაციით ბარსას ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, თუ როდის გააქტიურებს ბილბაოს შემტევის ნიკო ვილიამსის გამოსყიდვის ოფციას, მაგრამ როგორც იწერება, ეს ივლისის შუა რიცხვებამდე მოხდება. კატალონია რადიოს ინფორმაციით, ბარსას ვილიამსის გამოსასყიდის თანხის გადახდის თარიღი ჯერჯერობით არ განუსაზღვრავს, თუმცა კატალონიური კლუბის მიზანია, რომ ეს 16 ივლისამდე გააკეთოს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობები, რომ ბლაუგრანას ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირება უკვე შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბს ნიკო ვილიამსის დარეგისტრირების პრობლემა არ ექნება. ამიტომ ბარსას ფანებს ის ხარ დარჩენიათ, რომ დაელოდონ ამ ტრანსფერის გაოფიციალურებას. ბოლო პერიოდი აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიონელ მესის 2026 წლის იანვარში მსოფლიო ჩემპიონატამდე მაღალი დონის ჩემპიონატში სურს თამაში. მიზანი კი, რა თქმა უნდა, ტურნირისთვის მომზადება. არგენტინელი ლეგენდა კი თავიდანვე კატალონიის ბარსელონას დაუკავშირეს, რადგან მას ნათქვამი აქვს, რომ ბარსას გარდა ის სხვა ევროპულ გუნდში თამაშს აღარ განიხილავს. ასევე მესის ინტერ მაიამისთან კონტრაქტში აქვს პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას 2026 წლის იანვარში წასვლა შეეძლება. ეს ყველაფერი კი ძალიან რეალურია, რადგან არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ მესი ახალ კამპ-ნოუზე ღირსეულად უნდა გააცილონ, ხოლო თუ ეს მსოფლიო ჩემპიონატამდე მოხდება წესით და რიგით იდეალური უნდა იყოს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.